მოსარჩელებს შორის ფორმულას წარმომადგენლები არიან, მათ შორის გიორგი კვიჟინაძე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დავით მანიასთან ერთად მუშაობდა და პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულს იღებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორივეს დაზარალებული სტატუსი მიანიჭა, თუმცა უშედეგოდ. მეტიც ეს უწყება ოცნებამ რამდენიმე თვის წინ გააუქმა. შესაბამისად, საქმე თაროზე შემოდეს. რამდენიმე მუშტიმეც ჩამარტყეს და ოპერატორსაც დაარტყეს. იქნებოდა პოლიტიკური ნება, ამ შემთხვევაში მარტივად შეძლებდნენ, რომ დაესაჯათ ის მოწინააღმდეგე პოლიციელები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად ძალადობდნენ. ამ საქმეს უკვე განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო და ეს მისასალმებელთან ერთად ერთის მხრივ ტრაგიკულიც კი არის, რომ ვინაიდან ჩვენ გვიწევს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომ სამართალს მივახციოთ არა ჩვენს ქვეყანაში, არამედ სამართალი ვეძებოთ სადღაც სხვაგან. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, ტექნიკის ჩამორთმევა და დაზიანება. 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ამსახველი კადრები არსებობს, საგამოძიებო სტრუქტურებს სამართალდამცავები პასუხისგებაში არ მიუციათ. არც ფორმალურად დაუბარებიათ ისინი გამოკითხვაზე. მემორჩილები კანონს. რას ემორჩილებით? საქართველოსი. კანონი რომელიც აქედან ეხლა ასე ემსახურებით კანონს? ქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობასაც, მუშტის დარტყმას ჩემი სხეულის მარჯვენა მხარეს. არანაირი მაიდენტიფიცირების საშუალებები არ ქონდათ და მხოლოდ იმ დროს გვიშლიდნენ ხელს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გადაგვეღო უფლებების დარღვევის ფაქტები. არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც უშუალოდ მე მივაწოდე იურისტს და შემდგომ უკვე მან გადასცა გამოძიება, სადაც ჩანს ის სპეცრაზმელი, რომელიც მე ფიზიკურად მისწორდება და იმავე ადგილას არაერთი კამერა არის დაყენებული, რომელსაც დღეს მაგალითად ČSS იყენებს აქტივისტების წინააღმდეგ, როდესაც უნდა დაჯარიმება, თუმცა მაშინ თითქოს არ მუშაობდა. სტრასბურგში ჟურნალისტებისა და ოპერატორების სარჩელი მედია ომბუდსმენმა გააგზავნა, სადაც ამბობენ, რომ რუსული კანონის საქმე მედიაზე სისტემური წნეხისა და ძალადობის უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია. ჩვენ ცხადია ველოდებით სტრასბურგისთან, რომ აი ამ რთულ მომენტში საერთაშორისო შეფასებები, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენთვის შევინარჩუნოთ დემოკრატია ქვეყანაში. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში კრიტიკული მედიის საქმიანობა წლიდან წლამდე საფრთხის შემცველი ხდება. ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების მსგავსად აუცილებელი ამ საქმეზეც ევროპულ სასამართლოში საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ერთ-ერთმა ძალოვანმა ხელის წაცა ჩემს ოპერატორს და ხელი კრა და ამ დროს მივედი ვეუბნები, რომ რას აკეთებთ, ჟურნალისტები ვართ და მუშაობთ და ამ დროს სათვალე ავიწია და მოვიდა რობოკოპი და ეს პირდაპირ დამიზდებით თვალებში შემასხა წიწაკის სპრეი, რა დროსაც შეუძლოდ გავხდი. ჩვენ ვიღებდით აქტივისტების დაკავების კადრებს, რაც არ მოეწონათ სამართალდამცველებს და პოლიციელებმა დაიწყეს ჩვენი ადგილიდან გაყვანა. კარგად მახსოვს ფრაზა, ეს გოგონა გაიყვანეთ ადგილიდან, რომელიც იყო ჩემი მისამართით. ხადია მაქვს მოლოდინი, რომ ევროპული ინსტიტუტები დაადგენენ ამ საქმეზე ჭეშმარიტებას და სახელმწიფოს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ფოკუსში რჩება ბოლო წლების ყველაზე სასტიკი თავდასხმა, გურამ როგავა საქმე. ჟურნალისტის სასიკვდილოდ გამეტების ამბავი მოხვდა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის ერთობლივ ანგარიში, რომლითაც მათ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართეს. დოკუმენტში საქართველოში მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებაზეა საუბარი. ანგარიში ვკითხულობთ მზია მაღლობელის უკანონო პატიმრობაზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ სისტემურ ძალადობაზე, რეპრესიულ კანონმდებლობაზე, ასევე მედიის დევნაზე კანონის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე თავდამსხმელები სახეს ნიღბებით იფარავდნენ, სისტემაში ყველა მიცის ვინ არიან ისინი. ამის შესახებ სინდისის პატიმრების სასამართლოს სხდომებზე გამოკითხვისას თავად სპეცრაზმელებმა ისაუბრეს. ვიდრე ოლიგარქი არაკანონიერად ხელისუფლებაშია, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს იმედი, რომ გამოძიება შედეგს მოიტანს, მაგრამ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, რომელსაც გამოვიყენებთ. დოკუმენტი მიმოიხილავს იმ შემთხვევებსაც, როდესაც უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ მისცეს. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს დრამატულ ცვლილებას.
რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ.